დღევანდელი ჩვენი სტუმრების შესახებ მინდა გითხრა იაკო, რომ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ინტეგრაციის სამსახურის უფროსი ბატონი მიშა პირტახია გვყავს სტუმრად და ცენტრის თანამშრომელი ქალბატონი მარიკო კობახიძე. მოგესალმებით და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სტუდიაში. მარიკოსთან უკვე მეგობრობთ, ხო? ჩვენი გადაცემა. და რაც შეეხება თემას, მინდა გითხრათ, რომ რისთვის მყავს სტუმრები მოწვეული. 3 დეკემბერს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის დღე, საერთაშორისო დღე და საქართველოს არ ჩამორჩება თავის მწელებელი აქტიურად ეხმაურება პირთა დაცვის კვირეულს და ყველა ორგანიზაცია საქართველოს მასშტაბით მართავენ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს. მათ შორის არის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზაციაც, რომელიც მართავს დღეიდან იწყებენ ღონისძიებებს და 3 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება ეს ღონისძიებები და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისათვის და ბატონ მიშასთან მინდა პირველი შეკითხვით გადავიდე. ზოგადად ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის შესახებ რომ გვიამბოთ, რა საქმიანობთ? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ზოგადად ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი არის, ანუ პატარა შესწორება შევიტან, ეროვნული ცენტრი სპორტის სამინისტროს სიპი. ცენტრის ძირითადი ფუნქციაა არაფორმალური განათლების მიწოდება ახალგაზრდებზე. ამას ჩვენ ვახერხებთ სხვადასხვა ტრენინგების და ლექციების საშუალებით. ცენტრში არის 4, ასე ვთქვათ, ძირითადი სამსახური: განათლების, სპორტის, ინტეგრაციის და კულტურის სამსახური. ყველა სამსახური თავის კომპეტენციის ფარგლებში, ასე ვთქვათ, ახალგაზრდებს აკვის ინფორმაციას, არაფორმალურ განათლებას, ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაში მე და მარიკო, როგორც ინტეგრაციის სამსახურის წარმომადგენლები, დღეს როგორც აღნიშნეთ, ანუ 3 დეკემბერი უკვე დიდი ხანია აღინიშნება საქართველოში. 92 წელს გაეროს მიერ იქნა დაწესებული ეს დღე, 96 წლიდან შეუერთდა საქართველო ამ დღის აღნიშვნას. რა თქმა უნდა, ერთს დავამატებ, რა თქმა უნდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ანუ კონვენციის რატიფიცირების შემდგომ, ანუ 2013 წელს საქართველოს მოახდინა რატიფიცირება დოკუმენტის, 2014 წელს უკვე ძალაში შევიდა. ამ დროიდან, ასე ვთქვათ, უფრო გამოვიდა წინა პლანზე აღნიშნული საკითხები, უფრო ყურადღება ექცევა და რა თქმა უნდა, ჩვენც ამაში ჩართულები ვართ. ბოლო 3 წელი არის ძალიან აქტიურად, ასე ვთქვათ, მუშაობთ ამ თემაზე. წლევანდელი ღონისძიებები როგორი გექნებათ, რას გავაკეთებთ? წლევანდელ ღონისძიებებს რაც შეეხება, ანუ დავიწყეთ დღევანდელი დღიდან აღნიშვნა. დღეს გავალთ სკოლაში, კერძოდ 53 საჯარო სკოლაში და მოხდება, ასე ვთქვათ, ინფორმაციის გადაცემა ბავშვებზე ტრენინგის საშუალებით, იმ სტერეოტიპებზე და იმ სირთულეებზე, რომელსაც შეშმო პირები აწყდებიან და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ბავშვებს მიეწოდებათ ინფორმაცია 3 დეკემბრის შესახებ. აღნიშნულ აქტივობას უკვე 2 წელია ვახორციელებთ როგორც თბილისში, ისე ანუ გამოცდილება ამ კუთხით გაქვთ სკოლებში. რა თქმა უნდა. აი დაახლოებით რაზე გაკეთდება აქცენტები, იქნებ ვთქვათ ვის? ანუ აქცენტები პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გაკეთდება უფრო 3 დეკემბერთან დაკავშირებით, რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ 3 დეკემბერი რას ნიშნავს, რა აღინიშნება. იმ სირთულეებზე, რასაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები აწყდებიან საზოგადოებაში, იმ სტერეოტიპებზე და ასე ვთქვათ, ჩვენ მომავალ თაობას ვამზადებთ სრულყოფილი მოქალაქეობისთვის. რომელი კლასის მოსწავლეებთან გექნებათ დღეს შეხვედრა საინტერესოა? მერვედან ზემოთ და მხოლოდ 53 სკოლაში იქნება ეს დღეს შეხვედრა იქნება 53 სკოლაში, ანუ ერთ სკოლაში ტარდება ხოლმე ტრენინგი, ანუ დაახლოებით 2 საათიანი ტრენინგი არის. თბილისის თითქმის ყველა სკოლა უკვე მოცული გვაქვს, რეგიონებშიც დავდივართ და შემდეგ წელს. მარიკო, რამდენადაც ვიცი, არის ტრენერი სერტიფიცირებული და საინტერესო არის ამ ეტაპზეც მარიკო ჩაატარებს ამ ტრენინგებს თუ მარტო მოგიწევს ჩატარება თუ ვინმესთან ერთად თუ როგორ არის ეს ყველაფერი, როგორ ხდება? მოგესალმებით, ჩემი მხრივაც მოგახსენოთ ძალიან დიდ მადლობას მოწვევისათვის და ამ თემის დაინტერესებისათვის. რაც შეეხება ტრენინგს ვატარებ ჩემს კოლეგასთან
ერთად, მერაბ დუკაშულთან ერთად საჯარო სკოლებში და როგორც მიშამ აღნიშნა, თემა შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საკითხს და დღეს კონკრეტულად 3 დეკემბრის თემას განვავრცობთ და ასე ვთქვათ მოზარდებს მივაწვდით ინფორმაციას თუ რატომ არის ეს დღე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შეგვიძლია პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საქართველოს ცოტა დღესთან დაკავშირებით არასწორი დამოკიდებულება სხვადასხვა ორგანიზაციების სხვადასხვანაირი კუთხით აღნიშნავენ და ჩვენ გვინდა სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ ეს არის დღე, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა გამახვილდეს ყურადღება იმაზე თუ რა პრობლემებს ვაწყდებით თითოეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები თუ რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოების აქტივობას ჩვენს ინტეგრაციისათვის და სხვა მსგავს თემებზე გავამახვილებთ ყურადღებას. როგორი ინტერესი მარიკო ახალგაზრდების მოზარდების უყურებთ? ინტერესი ძალიან დიდია. რა სახის კითხვები აქვთ ხოლმე მაგალითად რა ვთქვათ უფრო მეტად არიციან და რა სახის ინფორმაცია ჭირდებათ ახალგაზრდებს? თავიდან არის ცოტა მორიძება, ცოტა დაძაბულობა, ცოტა შიში, მაგრამ მე და ჩემი კოლეგა მერაბი შესვლისთანავე ვახდენთ ასე ვთქვათ განმუხტოს, იმიტომ რომ ვიწყებთ ხუმრობებს, ასევე რაღაც შევდივართ კონტაქტში, ვეკითხებით სხვადასხვა კითხვებს უსვამ, სანამ ძირითად თემაზე გადავალთ და შემდეგ უკვე თავისუფლდებიან ყოველგვარი კომპლექსისგან და შემოდიან დიალოგში. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თითოეულ მოზარდს, ვისთანაც ჩვენ ჩაგვიტარებია მსგავსი ტრეინინგები, უკვე გათვითცნობიერებული აქვს თუ რა პრობლემებს ვაწყდებით ჩვენ. ეს არის ადაპტირებით დაწყებული საზოგადოების დამოკიდებულებით და აი ყველაზე დიდი სიხარულია ჩვენთვის, რომ მათ აქვთ პროტესტის გზნობა. აი რატო ხდება ეს და როგორ შეგვიძლია ჩვენ შევცვალოთ კონკრეტულად ეს და ეს სიტუაცია, გვასწავლეთ გზა როგორ. იმიტომ რომ ეს პრობლემები მარტო თქვენი პრობლემები არ არის, ეს არის ჩვენი პრობლემები, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრები და ჩვენი პასუხისმგებლობაც არის იმაში, რომ მაგასაკიდან უნდა დაიწყოს აი თქვათ როგორც ახსენეთ ფუნქციონირების სკოლაში და აცნობთ რომ მომავალი თაობა რომელიც რამდენიმე წელიწადში უკვე მოვლენს ეს სამსახურებში რომ მათზე იქნება დამოკიდებული ძალიან ბევრი რამის შეცვლა და მართლაც მნიშვნელოვანია რომ სკოლებში იყოს ეს ვიზიტი და უფრო მეტი ინფორმაცია. რაც შეეხება ხვალინდელ 1 დეკემბრის დღეს რა ხდება იქნებ ხვალინდელ? დიახ, ანუ ხვალინდელ დღეს დაგეგმილი გვაქვს ფილმის ჩვენება. ნაჩვენები ჩვენ ცენტრში, ბავშვთა და ახალგაზრდობის სამეურნეო ცენტრში. ანუ ესეც ანუ ასე ვთქვათ, ეს ფილმის ჩვენებაც ხშირად ეწყობა სხვადასხვა თემატიკაზე. რა თქმა უნდა, ეს ფილმის ჩვენება კავშირში იქნება 3 დეკემბერთან. დოკუმენტური ფილმი იქნება ნაჩვენები. ასე ეგრეთ წოდებულ ფრინავი ელია ესე ქვია ფილმს. ამ ფილმს ვნახავთ ბავშვებთან ერთად, ანუ ბენეფიციარებთან ერთად დაესწრებიან როგორც შეშემო პირები, ისე არაშეშემო პირები, ანუ ინტეგრირებულად იქნება ფილმის ჩვენება. სად გაიმართება ფილმის ჩვენება? ანუ ფილმის ჩვენება იქნება ბავშვთა და ახალგაზრდობის სამეურნეო ცენტრში, გვაქვს კინოდარბაზი, იქ მოაჯიშალა 76-ბ-ში. დასწრება თავისუფალია. დასწრება რა თქმა უნდა თავისუფალია, იქნება შემდეგ ფილმის გარჩევა, ხოლო ფილმის ჩვენების შემდგომ მოხდება ინტეგრირებული ვარჯიში. ანუ რას ნიშნავს ეს ინტეგრირებული? მინდა გითხრათ, რომ გვაქვს პროექტი, რომელიცაც ყველანი ამაყები ვართ და დიდ მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის შექმნაში, ხელმძღვანელებს, რიგით თანამშრომლებს, ტრენერებს. ეს პროექტი არის სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზი, სადაც შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირები ვარჯიშობენ, ასე ვთქვათ, დროს ატარებენ, თამაშობენ, თუმცა ჩვენ უფრო წინ წავედით და კიდევ ერთ ნაბიჯი გადავიდით წინ და ვთვლი, რომ ეს ჩვენი კეთილნებაზე არ არის დამოკიდებული, ეს არის ყველა სამსახურის მოვალეობა და ვალდებულება, ასეთი საქმიანობის განხორციელება. ანუ გვაქვს დარბაზი, სადაც ინტეგრირებულად უკვე ინკლუზიურ გარემოში ეგრეთ წოდებული ჯამთელი, ანუ არაშეზღუდვის მქონე ბავშვები და შეშემო ბავშვები ერთად ივარჯიშებენ. ყავს სპეციალურად მოწვეული ტრენერები თუ ყავს ცენტრში ყავს სერტიფიცირებული და პროფესიონალი ტრენერი, მისი დამხმარე, რომელსაც ამ სფეროში გამოცდილება აქვს.
ეს ვარჯიშები უკვე ტარდებოდა, ანუ დაიწყო ამ ვარჯიშების ჩატარება, თუმცა არ ყოფილა ინკლუზიური გარემო, ანუ ინტეგრირებულად არ ჩატარებულა ვარჯიში და ჩვენ ამაყა ჩემი თქმა ვიქნებით პირველი, ვინც ამას განახორციელებს. ძალიან საინტერესოა. რაც შეეხება 2 დეკემბერს, ვიცი რომ 2 დეკემბერს გაქვს დაგეგმილი გარე აქტივობა. რას გულისხმობს, რას მოიცავს გარე აქტივობა? ანუ გარე აქტივობის დროს მოგეხსენებათ რომ ანუ ერთი არის თეორია, საუბარი, სხვადასხვა შიდა აქტივობები, თუმცა ამ შემთხვევაშიც ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენ ბენეფიციარებთან ერთად, ბავშვებთან ერთად თანამშრომლები გავიდეთ გარეთ, ასე ვთქვათ, ქუჩაში და მოვახდინოთ გამლელების, ანუ საზოგადოების ინფორმირებულობა 3 დეკემბერთან დაკავშირებით. რათა უფრო მეტი ინფორმაცია გქონდეთ 3 დეკემბრის შესახებ, გსურს პატარა იმიტირებული თამაშების ჩატარება, გსურს ასე ვთქვათ ინფორმაციის მიწოდება ფლაიერების საშუალებით და სამკერდე ნიშნების გადაცემა, რათა იცოდნენ რა არის 3 დეკემბერი. ფერი რამ სიმბოლური? კი, ანუ სიმბოლურად არის, ანუ ასე ვთქვათ ეს ფერი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფერად აღიქმება იასამნის ფერი და საინტერესო არის კონკრეტულად რა ტერიტორიას მოიცავთ, რომ მსურველებმა ანუ ვფიქრობთ რომ 3 ადგილას განთავსდეს, ანუ ასე ჩვენი წარმომადგენლები, ერთი იქნება სპორტის სასახლესთან, მეორე იქნება ვაჟა-ფშაველაძე სამედიცინო მეტროსთან, ინსტიტუტთან, შემოგარენში და ერთი ვაჟა-ფშაველაძე, ანუ ჩვენ ცენტრთან ახლოს, ანუ ვაჟა-ფშაველას ძეგლთან. მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეიძლება თუ უბრალოდ თქვენ გექნებათ ეს იქნება ასე ვთქვათ უფრო ბავშვების აქტივობა, ბავშვები იაქტიურებენ თვითონ, ბავშვები გააჩერებენ მოქალაქეებს და მოიყვანენ და მიაწვდიან ინფორმაციას და ასე ვთქვათ ბავშვების ჩართულები იქნებიან, საზოგადოებაც ინფორმირებული იქნება. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ტარდება იმისთვის, რომ მოქალაქეებისთვის ამაღლდეს ცნობიერება. ეხლა თქვენ ამბობდით, რომ 3 წელია ხო რაც დაიწყეთ უშუალოდ აი ღონისძიებების აღნიშვნა. მინდა გითხოთ აი 3 წლის წინ რა მდგომარეობა იყო, თუნდაც ქალაქში, თუნდაც სკოლებში და როგორ შეიცვალა დამოკიდებულება? ანუ 3 წლის უკან ვამბობ, იმიტომ რომ როდესაც მოხდა კონვენციის რატიფიცირება, მოგეხსენებათ 2014 წელი შეშმოპირების წლად გამოცხადდა და უფრო აქტიურად დაიწყეს ამ თემაზე მუშაობა. რა თქმა უნდა, იყო ძალიან დიდი სირთულები და დღესაც არის ანალოგიურად სირთულები, დღესაც არის ყველა სეგმენტში. თუნდაც სკოლიდან დაწყებული, იქაც ვფლევით რაღაც ბარიერებს. პირველ რიგში ბარიერი თუნდაც არის არაადაპტირებული გარემო. და რა თქმა უნდა, შემდეგ ადამიანების დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით. ნელ-ნელა უფრო და უფრო ასე ვთქვათ სიტუაცია მიდის გამოსწორებისკენ. რა თქმა უნდა, თვითონ ცენტრსაც არ ქონდა ის უფლება მოვალეობები 3 წლის უკან და ასე ვთქვათ ყურადღება არ იყო გამახვილებული ამ საკითხზე. თუმცა შემდეგ, როდესაც მოხდა რატიფიცირება დოკუმენტის, როგორც ცენტრის ხელმძღვანელებმა, ისე თანამშრომლებმა გავაცნობიერეთ ეს ყველაფერი და ასე ვთქვათ მივდივართ წინ და წინ. უფრო მეც გეტყვით, ანუ ალბათ ძალიან იშვიათად ხო ხდება ასეთი რამ, მაგრამ ცენტრის ხელმძღვანელობა დაინტერესებული არის იმითაც, რომ ცენტრის თანამშრომლებმა ამ კუთხით ავიმაღლოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი გამოცდილება ხორცოდნა. ეს ყოველს გჭირდება. მარიკოსთვის რა შეიცვალა ამ 3 წლის განმავლობაში, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის და როგორც უკვე ორგანიზაციის თანამშრომლისათვის? მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა, იმიტომ რომ 3 წლის წინ იყო სულ სხვანაირი მარიკო და ახლა თქვენ წინაშე სულ სხვანაირია. რა თქმა უნდა, სამსახურს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი და არის ის გარემო, თუ სად მუშაობთ, ვისთან ერთად და ვინ არის ჩვენს გარშემო. აქედან გამომდინარე, ხანდახან მგონია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მართლა არ ვარ, იმიტომ რომ ისეთი კოლექტივი არის ჩემს გარშემო.
შეიცვალა ის რომ გავხდი უფრო თავდაჯერებული, მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება და ყველაზე ასე ვთქვათ, კარგი რაც არის ჩვენ სამსახურში ის რომ არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ პროექტში მრთავე როგორც მე ისე მერაბის, არამედ ყველა იმ პროექტში, რომელიც ახალგაზრდების ასე ვთქვათ, ინტეგრაციისათვის არის საჭირო. არა, ეს თავარი ამოცანა აქვს ჩვენს სამსახურს, რომ არა ბატონ მაინც და მაინც შიშიმ პირებთან დაკავშირებულ თემებთან, თუმცა შიშიმ პირებთან დაკავშირებულ თემებს, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად აკეთებენ, იმიტომ რომ ხელმძღვანელობენ დევიზით არაფერი ჩვენზე, ჩვენს გარეშე. თუ ჩვენ არ ვართ კომპეტენტურები, რა თქმა უნდა, მივმართოთ შესაბამის სპეციალისტებს, იმიტომ რომ ყველაფერს ცოდნი ადამიანი არ არსებობს. ვიზიარებთ სხვების გამოცდილებას და ასე ვაკეთებთ საქმეს. აი, ინტეგრირებული გარემო, ზუსტად ამაზე მინდოდა მე თქვა თქვენ საუბრისას ძალიან გაამახვილებთ ყურადღება და მარიკოს მინდა ვკითხო, აი რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გარემო იყოს ინტეგრირებული, იყოს ჩართული როგორც თქვენ ახსენეთ შიშიმ პირები, ასე რომ ნებისმიერ მოქალაქეებსაც აქვს სურვილი, რომ მეტი ინფორმაცია მიიღოს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ინფორმაციის მიღება ჩვენ უფრო გჭირდება, თქვენ ზუსტად იცით თქვა რა საჭიროებაა და ჩვენ გვაქვს ხოლმე რაღაც კონფლიქტი უკვე ინფორმაცია კონფლიქტს ხობუნებრივ, რომ არ გვაქვს ინფორმაცია იმდენი. აი რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თუნდაც ბავშვობიდანვე ეჩვეოდნენ პატარები, თქვა ბაღში. მე ყველას ყავს ალბათ ოჯახში პატარები და მოსეც ბაღში მედივარ და ვნახულობ, იმდენად ძალიან ბუნებრივია მათთვის ეს ყველაფერი, მაგრამ თქვა ჩემ თაობას თუ გადავხედოთ, მაშინ უფრო სხვანაირი იყო ხო მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში. ანუ ინტეგრირება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც ის პატარა მაგალითი, რომ შევდივართ კლასში, სადაც გაუცხოებული თვალით გვიყურებენ და უკვე რამოდენიმე წუთში გვეჩვევიან. ანუ არის ის ფაქტი, რომ შეხება უნდა გქონდეთ უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და ის თემა, რასაც აინტერესებდეს, უნდა დაგვცვან პირდაპირ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათგან უნდა მოისმინონ ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის საინტერესოა და ეს შეეხება როგორც ბაღს, სკოლას, ისე სამსახურს. ჩვენთან სამსახურში ჩემი კოლეგები აღიარებენ დრო და დრო, თავიდან შინდა მერაბი რომ მოხვედითო, აი ცოტა ქონდაო გაუცხოების მომენტი, იმიტომ რომ მაშინ ეს თემა იყო რაღაც ახალი და მართლა შემიძლია ვთქვა სრული პასუხისმგებლობით, რომ ბავშვთა ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი იყო ის სამსახური, საჯარო სამსახური, რომელმაც ასე თქვა, რომ რატომაც არა დავასაქმოთ ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მაგრამ დავასაქმოთ ისე, რომ ორივე ვატაროთ სამსახურში და არ იყოს ეს დისტანციური, ასე ვთქვათ, მართვის არ გახდი ტრენერი მარიკო? კი, არ გახდი ტრენერი, თავიდან რა თქმა უნდა იყო რაღაც სირთულეები საკუთარ თავთან დაკავშირებით, იმიტომ მქონდა კომპლექსები, მქონდა რაღაც მორიდების მომენტი, მაგრამ ჯგუფური მუშაობით, ჯგუფური თანადგომით ეს ყველაფერი გამოსწორდა და ასე ვთქვათ, შექმნეს ჩემგან კარგი ტრენერი. ინტეგრირებასთან დაკავშირებით მინდა ცოტა განმარტება გავაკეთო, რადგანაც ზოგჯერ ადამიანები ცდებიან ხოლმე, ინტეგრირება არის სულ სხვა და ინკლუზია არის სულ სხვა. ინტეგრირებაში, როდესაც ლაპარაკობთ ინტეგრირებაზე, ამ შემთხვევაში არის სამედიცინო მიდგომით ხდება პიროვნებას არგებენ გარემოზე და არა გარემოს არგებენ პიროვნებაზე. ხოლო ინკლუზიის შემთხვევაში გარემო არის პიროვნებაზე მორგებული და არა პიროვნება გარემოზე მორგებული და ორივე მნიშვნელოვანია. ორივე ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს იმ მდგომარეობაში არის, რომ უკვე ინკლუზიურ მდგომარეობას მივხედოთ და არა ინტეგრირებულს, რადგანაც ვთვლი, რომ საკმაოდ ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გააქტიურებული არის ამა თუ იმ მეთოდებით თუ ამა თუ იმ ტრენინგებით და ძალიან კარგი იქნება, რომ ინკლუზიური მიდგომა წავიდეს და არა ინტეგრირებული მიდგომა უკვე საქართველოში. ანუ ამ შემთხვევაში ინტეგრაცია შეიძლება ვიგულისხმოთ, როგორც ანუ რაც თქვენ ახსენეთ, ანუ გააქტიურებულები არიანო, ანუ ადრე სამწუხაროდ არ იყვნენ გააქტიურებული რაღაც მიზეზების გამო. ანუ ინტეგრაცია ამ შემთხვევაში შეიძლება ვიგულისხმოთ ამ ადამიანების გააქტიურება და საზოგადოებაში აქტიური ჩართვა, საზოგადოების ცხოვრებაში აქტიური ჩართვა. გეთახმებით, ანუ რაც ეს დავამატებდი ჩვენ სამსახურთან მიმართებაში, რომ თუ პატარა ინკლუზიის მაგალითი გვაქვს ჩვენ, რომ აი ჩვენი მისვლის შემდეგ ჩვენ გარემოს არგებენ ჩვენზე. ანუ ასევე არის აღსანიშნავი ფაქტი, რომ როდესაც ეს ტრეინინგები დავიწყო, თავი ამოცანა იყო, რომ ბავშვები აქეთ კი არ მოიყვანათ ცენტრში, ანუ ბავშვებამდე ჩვენ მივსულიყავით. ესეც სიმბოლური დატვირთვა აქვს და აქედან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა ეს გაიაზრონ,
რა არის ინტეგრირება და რა არის ინკლუზია, რომ შემდეგ არ მოხდეს ერთმანეთთან შეუთავსებლობა. და იაკო რაღაც კითხვის დასმაგინდა. მე ვთქვა ამ თემასთან დაკავშირებით თუ არ არის, აი თქვა ბევრს უთქვამს, რომ ქუჩაში რასაც ხვდები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, თქვა სურვილი უჩნდება რომ დაეხმაროს. ხო, ეს ხო რეალობაა. და ხანდახან არის რომ პასუხი არის რომ არ მიდე დახმარება, პირიქით. აი რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, როდესაც თუ არ ითხოვს დახმარებას, მაგრამ თქვა თუნდაც გზაზე გადასვლა უნდა და ვიღაცას უჩნდება სურვილი რომ მივიდეს და ძალიან გააკეთოს იმისათვის. ძალიან მარტივი რომ აი არ მიდე დახმარება უთქვამს და გავჩერებულა და იცით როგორი მომენტია? აი ძალიან მარტივი მომენტია. აი თქვა თქვენ გახართ შუქნიშანთან, უბრალოდ ისე ელოდებით მეგობარს და აი თო მწვანი, მაგრამ არ მიდიხარ და ვიღაცა გიქაჩება და გინდა თუ არა უნდა გადახვიდეთ, ხო? ზუსტად იგივე სიტუაცია ჩემ შემთხვევაში მე გადავადგილდები ელექტროეტლით, რომელიც დამოუკიდებლად გადაადგილებს საშუალებას მაძლევს და როდესაც მოდიან ჩემთან და მეკითხებიან ან ხო ხდება ეს სიტუაცია? კი, აი ყოველ დღე ხდება ჩემ მე ისეთ თავგადასავლები მაქვს რომ ერთ კარგ წინს დავწერ. როცა მეუბნებიო რომ არა გმადლობთ ეს არის ელექტროეტლი და ჩემით შემიძლია წავიდე, არა მაინც ეკაჩებიან ამ ელექტროეტლი არ იძვრის სანამ მიარჩევთ და აი მაშინ გადადიან ყველაზე ცუდ მომენტზე როდესაც ხელს კიდევენ მენ და გინდა თუ არა უნდა ასე თქვა წამიყვანო თავიანთი ხელით. ანუ როდესაც ეკითხებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს საჭიროებს თუ არა ის დახმარებას და გეტყვით არას, რა თქმა უნდა იქ შემდეგ საუბარი არ უნდა გაგრძელდეს. ან მე ვთვლი ესე რომ როდესაც ადამიანი ქუჩაში მიდის, ეხლა არავინ ჩვეულებრივ ფეხით მოსიარული ადამიანს არ მივარდება არავინ და არ ეტყვის რომ ხომ არ დაგეხმარო, ხო არავინ არ თუ დახმარებას. ანალოგიურად ფეხით მოსიარული ადამიანის თუ დახმარებას ითხოვს, მიტრიალდება და მოითხოვს დახმარებას. აი უბრალოდ ეს მე გააცნობიერებენ ადამიანმა. კი. თუმცა ანუ რა თქმა უნდა კითხვას ყველაზე მარტივი გამოსავალია კითხვის დასმა, რაიმე დახმარება ხო არ ჭირდება. თუმცა რაღაც მომენტში რომ დავფიქრდეთ ეს ეტაპიც გადასალახი ქონდა და გვაქვს, იმიტომ რომ ქართველი ადამიანი თავისი ბუნებით, თავისი ანუ რელიგიით, ანუ ასე ვთქვათ, დამხმარეა, სურვილი უჩნდება დაეხმაროს. ანუ ამასაც მე მესმის, ანუ შეიძლება რთული იყოს ყოველ 5 წუთში ერთხელ ვიღაც რომ მოგვარდება და დახმარებას ითხოვს. თუმცა ანუ ეს მომენტიც გადასალახი ქონდა და ამიტომ ვატარებთ ასე ვთქვათ ტრენინგებს და ვაწვდით ინფორმაციას ახალგაზრდებს რომ ასეთი რამ არ გააკეთონ და პირველ რიგში შეესთავაზონ კითხონ დახმარება ხო არა. პრობლემა გვაქვს, უკაცრავად, ანუ პრობლემა გვაქვს ისევ ცნობიერებასთან. ანუ როდესაც ეტლით მოსარგებლებს დაგვინახავენ, რატომღაც ასოცირდება ისე და ისე დახმარებასთან. ყველანაირ დახმარებასთან, ეს იქნება თანხობრივი ხურდების ჩაკრა მიმდინარეობს. ხონია ანალოგიური შემთხვევა ხურდა ჩაუგდიათ ჩემთვის ხელში. და აქედან გამომდინარე, სწორედ აი ამ პრობლემების არსებობამ განაპირობა ის, რომ ერთ დღეს ბატონ მიშას მოვიდა აზრად, რომ რატომაც არ უნდა გავაკეთოთ აი ეს ტრეინინგი. ძალიან საინტერესო არის რომ უყურადღებოთ რომ არ დაგვრჩეს 3 დეკემბრის ამბავით. 3 დეკემბერს გაქვთ დასკვნითი ღონისძიება. რას მოიცავს ეს ღონისძიება ამის შესახებ? ანუ რაც შეეხება უკვე 3 დეკემბერს, როგორც მარიკომ დაიწყო, ანუ აი მაქედან გამოვედით ასე ვთქვა და იმიტომ გავაკეთეთ კვირეული. ეს 3 დეკემბერიც არის სიმბოლურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღე. ამ უფლებებად დაცვის საერთაშორისო. ესეც დაწესდა ასე ვთქვა დღე ცნობიერების ამაღლების კუთხით. რომ ამ ადამიანის არასწორი ტერმინი არის, ხო? ანუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ სხვა მოქალაქეებს რო ცოდნოდათ. ამ დღეს განსაკუთრებულად მარტო ამ დღეს არ აღნიშნავთ ხოლმე და ეს კვირეული არის ამის დასტური. თუმცა 3 დეკემბერს ჩვენ გვსურს ისევ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ჩვენ დარბაზში გავაკეთოთ შემაჯამებელი შეხვედრა, დავპატიჟოთ ყველა ის ადამიანი, ვისთანაც წლის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა და ასე ვთქვათ, ჰქონდეს ანგარიში centris თუ რა გააკეთა ცენტრმა ამ მიმართულებით. წლის ბოლოს უკვე წლიური ანგარიში. წლის ბოლოს ასევე გსურს ასე ვთქვათ სიმბოლურად ბავშვებს
დავანგრევინოთ კედელი, რომელზეც იქნება წაწერილი ის სტერეოტიპები, ის შეხედულებები, რაც გააჩნიათ მოქალაქეებს, რომელსაც მოვაგროვებთ წინა დღეს გასვლის შემდეგ, ანუ ქუჩაში, როდესაც გავალთ, ფულს ამ სტერეოტიპების ყველას გეპატიჟებით. ნებისმიერ მსურველს ექნება დასწრების. დიახ, რა თქმა უნდა, ანუ დარბაზი ძალიან ბევრ ადამიანს იტევს ჩვენ გეპატიჟებით შეგიძლიათ და რომელ საათზე დაიმართა 4 საათისთვის გეგმავთ ანუ ამ 3 დეკემბრის შეხვედრას რაც შეეხება 2 დეკემბერს გასვლა იქნება 4:30-ისთვის ანუ უკვე 4-ისკენ ქუჩას გამოვჩდებით ხოლო ხვალ 3 საათიდან იქნება ფილმის ჩვენება 4 საათზე ვარდში სტუდიას საინტერესოა. და მონაწილეობას ვინ მიიღებენ დასკვნით ღონისძიებაში? ხომ არ იქნება რაიმე კონცერტის სახითაც, ან მომღერალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიან? ანუ მონაწილეობას როგორც ესეთი, არა, სიურპრიზი არ გვაქვს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ აზრს და შეხედულებას გაგიზიარებთ. ანუ, როდესაც ამ დღეს გეგმავდით ერთხმად და მიხარია რომ ერთხმად გადავწყვიტეთ და ყველას ერთნაირი აზრი ქონდა ანუ ჩვენ არ გვსურდა რაღაც კონცერტის თემა ყოფილიყო და რაღაც ასე ვთქვათ დამსგავსებოდა ეს ღონისძიება ისევ და ისევ წავსულიყავით იმ თემაზე რასაც ვამბობთ რაღაც სამედიცინო მიდგომის ანუ დახმარების მიდგომის თემას ანუ ხო საღამოსთვის არ გვინდოდა თქვენს გეხებათ ხოლმე ანუ თქვენ ტელევიზიას არა იმდენად რამდენადაც ყველას ერთად ანუ არ შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი რაღაც ობიექტად გამოვიყვანოთ რომელსაც ერთ დღეს ტარს დაუკრავთ ან რაღაც შეცოდება გამოვიწვიოთ საზოგადოებაში ან მათი მონაწილეობით მხოლოდ მათი μονაწილეობით რაღაც საღამოები ვმართოთ ცნობიერების გაზრდილი ძალიან მიხარია რომ ეს იაზროვნოთ რადგანაც მე თვითონ ჩემში დიდ აგრესიას იწვევს ყოველთვის ესეთი მიდგომები რომ რადგანაც არის პიროვნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი აუცილებლად იმას ყველაფერზე ტაში უნდა დაუკრა მე ვთვლი რომ არ უნდა დაუკრა ყველაფერზე ტაში უნდა შენიშვნის დროს მისცე და ქებამ ასე ვარ ყოველდღე მეტამარიკო ხავჭულობ თან რაღაცას და საინტერესო არის ამ ღონისძიების ორგანიზებაში ვინ გეხმარებათ, ვინ არიან თქვენი მხარდამჭერები? ანუ ორგანიზებაში როგორც ესეთი ცენტრი არის მთლიანად და ყველა თანამშრომელი არის ამაში ჩართული, როგორც ყველა პროექტში და ყველა აღნიშნვის დროს. ანუ დასასრულს თუ შეიძლება ერთ კითხვას დაგისვამთ, ვისაც გაუჩნდება სურვილი, რომ ცენტრში მოვიდეს და სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთოს. ნებისმიერი თქვენ ჩამოთვალთ 4 წელი მიმართულება, ვისაც აქვს სურვილი, რომ რაღაც თუნდაც ტრენინგები გაიაროს, გადამზადების კურსი გაიაროს, რა უნდა გააკეთოს ამისათვის? ანუ შეიძლება მოვიდეს ვაჟა-ფშაველას 76 ბ-ში და ჩვენი კარი ყოველთვის ღია არის და ძალიან თბილად დახვდება ყველა მსურველს. ამასთან ერთად შეუძლიათ Facebook-ზე ქართული შრიფტით აკეთონ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი და იქ ნახონ სიახლეები და ასევე საიტზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ანუ ყველა პროექტი, ყველა აქტივობა განთავსებული არის ჩვენი სამსახური ასე ვთქვათ უზრუნველყოფს ამ ყველაფერს სამსახური უზრუნველყოფს და აქ მოდიან არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები მოდიან ყველა ნებისმიერი ანუ სხვადასხვა კუთხით გვაქვს ანუ პროექტები სხვადასხვა მიმართულებით და ყველას შეუძლია ჩართვა ასაკობრივი ზღვარი არის 28 წელი არის ზედა ზღვარი 28 წლის ჩათვლით ზედა ზღვარი არის 28 რადგან ახსენეთ კონფლიქტის ზონა საინტერესო რეგიონების კუთხითაც თქვათ რამდენად ხშირად გაქვს რეგიონების ანუ რეგიონების კუთხით ანუ შემიძლია ვთქვა რომ წელს ვიყავით
მარიკო და მერაბმა ჩაატარეს ანუ ტრენინგები 12 მუნიციპალიტეტის 15 სოფელში. ანუ დიახ ზაფხულში ანუ დადიოდნენ ანუ ზაფხულში მუშაობთ. და როდის ისვრათ? ალბათ ზაფხულის კურორტები გიყურნა იმით. არა, ზაფხულის ბოლოსაც გვაქვს იმის დრო გადანაწილებული დასვენება და საქმეები. აჰა, კი ბატონო. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრეთ და წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ და კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს სრულიად საქართველოს და მსოფლიოს და მადლობა მობრძანებისათვის კიდევ. დიდი მადლობა, ბევრი კარგი ინფორმაცია გავიგე და რა თქმა უნდა წარმატებების სრულიად დაგემშვიდობოთ და როგორც კი გექნება ბევრი სიახლე ჩვენი ესეთი ფერადი სტუდია გელოდებათ. დიდი სიხარული თქვენთან ერთად